რასაც მე ვწერ, არ უნდა გავდეს გიაყარჩელის სიცილის. იმიტომ რომ ეს ძალიან ადვილია რომ გავდეს. იმიტომ რომ ჩემს სისხლის DNM-ში ეს არის. და გატარებული გაქვს და ძალიან მეტი არ შეიძლება. თვითონ არის იმდენად თვითმყოფადი ყანჩელის მუსიკა, იმდენად ორიგინალური და მისი, რომ ძალიან ამოცნობადია ნებისმიერი მუსიკოსი. იმდენად გამოყოფილია ყველაფერს. კი, ყველაფრისგან ესე იგი, არსებობენ კომპოზიტორები, რომლებიც კარგ მუსიკას წერენ, მაგრამ არსებობენ მუსიკის ისტორიაში კომპოზიტორები, რომლებიც შექმნეს თავისი სტილი. და შემდეგ ყველა ვინც ამ სტილს დაექვემდებარა და გამოიყენა, ის ითვლება, რომ იმ ავტორის სტილის მიმდევარია. და რა თქმა უნდა, მუსიკაში სასურველია შენი ყო თვითმყოფადი და შენ შექმნა, შენი ენა. და ამის ძიებაში ყოველთვის მოკეთ ვეჭიდავები ჩემ თავს და ვცდილობ, რომ ის პერიოდი განვდევნო ეს ჩემი სისხლის ფორმულიდან გიაყანჩელი. მაგრამ რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ სიყვარულით და იმ სურვილით, რომ გიაყანჩელის თვითმყოფადობას არ შევეხო და ის როგორც ძეგლი ჩემთვის სულ იყოს რაღაც.